მუსიკალური პროექტის ახალი თაობა შესარჩევი ტური გაიმართა დღეს ახმეტაში. ქართული სიმღერების ტურში მონაწილეობა 12-მა ბავშვმა მიიღო. კომპეტენტურმა ჟიურიმ მათგან 8 კონკურსანტი შეარჩია. პროექტის განმავლობაში მონაწილეები სხვადასხვა ჟანრის ქართულ სიმღერებს შეასრულებენ. ფინალში გასული 3 მონაწილე კი პრიზებით დასაჩუქრდება. მუსიკალური პროექტის მთავარ მიზანს ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვების ახალისება და მოტივაციის მიცემა წარმოადგენს. წარმატებით ჩაიარა დღევანდელმა მეორე ტურმა, შევარჩიეთ უკვე 8 კონკურსანტი, 8 არაჩვეულებრივი ახალგაზრდა, რომელიც გააგრძელებს უკვე გამარჯვებისთვის ბრძოლას. ჩვენი ჟიური, ჩვენი მენტორები იმუშავებენ მათთან, რომ ყოველი კვირა იყოს განსხვავებული, კვირიდან კვირამდე გაიზარდნენ ბავშვები მუსიკალურად და უფრო ხარისხიანი პროდუქტი დავდოთ. პირველი ლაივ კონცერტი გვექნება 29 მარტს, გაგრძელდება 2 თვის განმავლობაში, 1 ივნისს ბავშვთა დაცვის დღეს გვექნება უკვე გრანდიოზული ფინალი. ეს არის შესანიშნავი საშუალება ახალგაზრდებისთვის, რომ წარმოაჩინონ თავიანთი თავი ამ კონკურსში, ხოლო ჟიურისთვის და ორგანიზატორებისთვის აღმოვაჩინოთ რაც შეიძლება მეტი ნიჭიერი ახალგაზრდა. შესანიშნავად წარმოაჩინეს თავიანთი თავი ბავშვებმა და მე ძალიან კმაყოფილი ვარ მათი გამოსვლებით. აქ რომ მოვდიოდი, გავრისკე ასე ვთქვათ, იმიტომ რომ თან არ მივიდა და თან მივიდოდა. რომ მოვედი, ახალი მეგობრების შესაძენად მოვედი სიმართლე რომ გითხრათ, მაგრამ გამოცდილებაც მივიდა მიმეღო და რომ მოვედი შევასრულე ალალ მე. რომელიც კაკა დავიცოდი და ასე ჟიური დამეხმარა. პირველ რიგში ხარაც ყველას ალბათ უდიდეს გამოცდილებას მივიღებ, გინდაც ფინალამდე ვერ მივაღწიო. კარგი ბავშვები არიან, არის კონკურენცია დიდი, იმიტომ რომ ძალიან მომზადებულები არიან კარგად, მოწადინებულები, მაგრამ ბავშვებს შორის კონკურენცია ნამდვილად არ იგრძნობა და მეგობრული გარემოა და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია ეს.